ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სარაგბო კლუბ ბაგრატისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს. ქუთაისის მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა სარაგბო კლუბს დიდ ათეულში გადასვლა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ბაგრატის საომავლო გეგმებზე გამახვილდა. კლუბის ხელმძღვანელის თქმით, უმაღლესი ლიგის თამაშებისათვის სპორტსმენები მთელი ძალით ემზადებიან. საუბარი ასევე შეეხო სარაგბო სტადიონის პრობლემას. ქუთაისის მერის თქმით, ქალაქში 2017 წლის ჩემპიონატისათვის 4 სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. ხოლო ერთ-ერთი წარმატების შემთხვევაში ბაგრატს გადაეცემა. შეხვედრის ბოლოს კრისტალმა ბაგრატის მწვრთნელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ხელი მოეწერა მხარდაჭერის დეკლარაციას. ძალიან დიდი შედეგი არის, უკვე 2 გუნდით ვარ ჩვენ წარმოდგენილი უმაღლესი ლიგაში, ანუ 10 გუნდში 2 გუნდი არის ქუთაისიდან, რაგბის უმაღლეს ლიგაში. ეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქუთაისი არის სარაგბო ქალაქი, იცით, არის სპორტული ქალაქი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ეს შედეგი მიაღწია. ძირითადი თანამონაწილეობა იყო მერიიდან. რა თქმა უნდა, ეს ხარდაჭერა გაგრძელდება ქალაქიდან და მე მათ უსურვებდი, რომ უკვე წარმატებებისთვის მიეღწიოთ უკვე უმაღლეს ლიგაში. შეხვედრა კრისტალის ორგანიზაციაში ბატონ შოთა მურღულიასთან ერთად შედგა. მოგვილოცეს ჩვენი წარმატება, ჩვენი უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რისთვისაც დიდ მადლობას ვეუბნებით მაგ. ჩვენ გულშემატკივარს მინდა მადლობა უთხრათ და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ წარმატებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და შედეგს ვაჩვენებთ უმაღლეს ლიგაში. რაგბის კლუბ ბაგრატთან უკვე 2 წელიწადია თანამშრომლობს კრისტალი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ 2 წლიანმა თანამშრომლობამ და კონკრეტულად ამ რაგბის კლუბის სპორტსმენების, მორაგბე ბიჭების შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ჩვენ ვაგრძელებთ ბაგრატთან თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, რომ უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები წინ გველის.